საავადმყოფოში. და კიდევ ერთ დავუმატებდი ომეგა-3-ზე რაც შეეხება. აი ამ რაღაც შრობის თემობას ეს აქტუალური და მართლა საფრთხილი ახდება და 10 მაგათი ისდება რომ ხონდა კარტოფლებზე და პროდუქტებიც არის შესაბამისად ამ შრობის პერიოდში ვარჯიშის რაოდენობაც იმატებს კვირაში 3-ჯერ 4-ჯერ ზოგიერთი 5 ჯერას ვარჯიშობ. ამ შემთხვევაში მთავარი რა არის? აღდგენ ორგანიზმს. თუ ჩვენ არ გავუწევთ ჩვენ ორგანიზმს და აღდგენ არ მოხდა რეალური გადროული. შემოსაზრდად გადავწევთ ჩვენ ორგანიზმზე ვარჯიშის საკუთარ ელემენტურად შეუცვლელია. ეგეთი გარემოა. აქედან გამომდინარე ომეგა-3-ში მოხმარება. აღდგენაში თუნდა ეს ორგანიზმის 24 საათში ნაკლებდება მისი აღდგენა. მთავარია პუნქტების შეშუპობა, ნაკლებია საერთოდ. აღდგენები არ გემართება და ერთ-ერთი უმთავრესი რაღაც არის და ჩვენ ასე ვთქვათ პირიქით და რაც მთავარია და მარტივია არ ჭირდება ამას შეგვიძლია ყველა ხელში ასე ვთქვათ შემიძლია და რეცეპტი წარდგება იმედ ნატურალურია და გოგი შემდეგი კითხვა იქნებოდა ფასტ-ფუდთან დაკავშირებით, რაც აქტუალურია დღემდე 21 საუკუნეში ხარ რეალურად ადამიანი როდესაც მუშაობს სიტყვაზე არ აქ იმისი დრო სიტყვაზე მოამზადოს ჯანსაღი ყვება თავის ყველა იძახებს ფასტ-ფუდს, ყველა თუ არა უმრავლესობა შემთხვევაში. როგორ ავირიდოთ თავი ფასტ-ფუდისგან? ესეთი კითხვა მექნება. როგორი ყველა დაინტერესდა იქით. საკმაოდ ისეთი აქტუალური კითხვაა მართლაც, საკმაოდ ერთი მხრივ შეხედოთ რთული კითხვა, მაგრამ რაც უნდა ჩვენ დავუწყოთ მაღალ ფარდოვანი სიტყვების საუბარი, ყველაფერი იმართება გონებით. ფასტ-ფუდს უნდა ვიცოდეთ რეალურად ფასტ-ფუდი რისი ზიანის მომტანია და რა სარგებელი მოაქვს და თავისთავად უნდა ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ ეს ვარგებს თუ დაგვაზიანებს. ამ შემთხვევაში მე როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი პირდაპირ ვიტყვით, რომ ასე გასაგებია შეიძლება კვირაში ერთ რაღაც თავს მივდება, მაგრამ აქტუალური სახე და სადაც ძალიან აქტუალურია ჩვენ სტატისტიკით შეგვიძლია ნახოთ, რომ იქ სამწუხაროდ ფორმები ძალიან ცუდისკენ გავაკვირს და ამ სტატისტიკის დაბნობით თუ ჩვენ თავზე არ გვაქვს გამოცილი და ჯვარისწორი იქამდე მივიდეთ, რომ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, მანამდე გავაკონტროლებია ჩვენი თავი და ვერ იგოთ რა. კი ბატონო, ეს ბოდიში გავაკეთებთ. აი მაგაზე რომ ვისაუბროთ, თქვენ ახლა ეს მომენტს თუ და მაყურებელსაც რომ გავაგებთ ეს თუ ეს არ არის გულსიტყვები და ყველას ამ პირადი გამოცდილებიდან გვაქვს ვთქვათ ეს რომ რეალურად ფასტ-ფუდი საზიანოა და ეს არ არის დაუშვათ თეორიული ასე ვთქვათ ნაწილი, ანუ არ არის მაგრამ პრაქტიკაშიც ბევრისთვის საჩვენებელი გახდა რომ რეალურად ფასტ-ფუდი არის დამოუკიდებელი ეს ყველა და აი კიდე რაც გამახსენდა ახლა მე თვითონ ძალიან ისეთი ძირფესვიანი და ერთ-ერთი ფასტ-ფუდის მომხმარებელი ვიყავი 30 წლამდე და შესაბამისად რატომაც ერთ-ერთი პირობა რაც იყო ჩემი ასე ვთქვათ გარდასახვის ის იყო რომ 30 წელიწადში ქოლესტერინის შორე ძალიან მაღალი ჰქონდა სიცხე ძალიან მალე ვიკლებოდი წარწოდან გამოიყო სიცხე არ საკმაოდ არაჯანსაღი იყო ორგანიზმი და ალბათ იმას განაპირობა რომ ძალიან შემოწმება რამ ჯანმრთელობა და ეს ვარჯიში იქნება თუ ფიზიკური აქტივობა იქამდე პირველი ამომავალი წერტილი არის ჯანმრთელობა ამერიკას სხვა დანარჩენი პლუსების ყველაფერი თან ახლავს იმედია მაყურებლისთვის ეს იმუნიტეტი გავიძლიეროთ საფრთხეში სიცხე ნაკლებად შეგვაწყვეტს სამთაში გაციება არ შეგვაწყვეტს ვისხოვი ჯანსაღადა თავისუფლება შეიძლება მივცეთ გამონაკლისები დაუშვათ ჩვენი ცხოვრების წესი უნდა იყოს ერთადად ჯანსაღადა ერთ-ერთი ბოლო კითხვა იქნება ქართულ სამზარეულოსთან დაკავშირებით. როგორც გამოცდილი ადამიანი სპორტულ სფეროში, გაგყავთ თუ არა გარკვეულწილად ზოგი ქართული კერძი ჯანმრთელში? აი ესეთი კითხვა მექნება. ქართული სუფრადა. ქართული ძალიან მრავალფეროვანია და მაგითაც დავაშავეთ, რომ მაგით ჩამონახოს მოაკლოს. მაზოლზე ვაჭერთ, მაგრამ რეალობა რომ მაგ მიმდინარეობასაც არ ვაკლებთ კი ბატონო თუმცა ძალიან ბევრი ჯანსაღი საკვები გავს ჩემი ფავორიტი ყოველთვის იყო ამ შემთხვევაში დიეტურია როზასაც გეტყვი ამ სიტყვაზე ხაშლობა მიყარდა ძალიან და მაგი ისეთია კი რა თქმა უნდა არის ეს კერძებიც რომელიც სამწუხაროდ არ გადის ჯანსაღ კერძებში კი ბატონო
მაგრამ ბევრი ისეთი კერძი გვაქვს, რომელიც ასურვად თამამაჩებულია მივეძალოთ და მივიღოთ. დავუწყოთ შენი რაც ადგილობრივი ხალეული რაც ქართულია და რაღაც სცენარები პრობლემის იდეალურია. გათამშრომლობრივი ხათმით უამრავი კერძი მომზადებული საკონდენსატ ხოცსაც ძალიან ბევრი კერძი ასე ვთქვათ ჩვენებურად ჩანსაგად გაკეთებული. ნუ გრილზე რაც შემწვარე შესაბამისად განსაკუთრებით თევზი იქნება ეს ქათამი იქნება თავისთავად ისკერა დიეტურია და არაფერი არა მშრობის პერიოდში თუნდაც თევზი იქნება თუ ქათამი რაც მოსში ჩაოლებია შეგვიძლია მინერალები სალათეული რაც გვაქვს ჩვენი ტრანსარგია და ისიც აუცილებელია ორგანიზმისთვის და გვაქვს იმის ასე ვთქვათ ასორტიმენტი რომ თუნდაც ქართული სუფითაც სიჯანსაღი არ დავკარგოთ. გოგი, ბოლო კითხვა იქნება ესეთი. ომეგა-3 თქვენი აზრით ეს არის მხოლოდ აქტიურად მოვარჯიშე ადამიანისთვის თუ აი ვინც არ ვარჯიშობს სიტყვაზე იმ ადამიანებისთვისაც შეიძლება ომეგა-3-ის მიღება, იმიტომ ხშირად არის ზოგადად ეს კითხვა მომხმარებელს შორის. კი ბატონო, თავისთავად ზოგიერთ ელემენტებს ისეთი სამსახურიდან მიღების და ну პირობიდან გამოდიან, გამოდერეობიდან გამოდიან, არა აქვს იმის ფუფუნება თანამშრომლობები, რომ თუნდაც იმვარჯიშოს და აქტიურ ცხოვრებას მიეცეს. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ როცა ვიცით ომეგა-3-ის ფუნქცია, ну დავუწყოთ ძალიან ბანალური იქნება, პულსის საფრთხე სისტემა, ნივთიერებათა სრულ დარეგულირება, იმუნიტეტის გაზრდა. შესაბამისად ამ ხელა კიდე ხელდელობისთვის ამ ხელა ბევრი პლუსები აქვს, რომ შესაბამისად არანაკლები ადამიანში ხდება, რომელიც არ დაკმაყოფილებულია აქტიური ცხოვრებას და პირიქით იმას უფრო ჭირდება. ვინც ფიზიკურად აქტიურია, იმას ბონუსად ეწედება და ულამაზდება და ვინც არა რაღაცა პლუსი საიდანაც ხონის უნდა აიღოს და შესაბამისად ვერ ვკითხოთ არა უფრო მეტი ჭირდება და კი მივეწავოთ და იმენა თუ საფრთხეა მოგეუნდებით ყოველგვარი რესურსის გარშე შეგვიძლია მივიღოთ. როგორც კალმეურდები და შემადგენლობა შევხედოთ, უნდა იყოს 100%-ით სუფთა ომეგა-3. რაც ამ შემთხვევაში მიოლერის ომეგა-3 გვაძლევს მაგის გარანტიას. კი, და მაგის ხარისხს. კომპანია მიოლერსი უხდის მადლობას რაგბის კლუბ არაგველების მოთამაშეებს, რომ იყვნენ ჩართულები ჩვენს რუბრიკაში და აქტივობაში. ძალიან დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად რუბრიკაში. მადლობა დარბაზ ალფა გრინს და გოგი მამალაძეს იმისათვის რომ გავგიწიეს თანამშრომლობა და მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა გემშვიდობებით და ვიცხოვოთ ჩანსაგად.